ეს არის Bill Evans-ის Riverside Recordings, ჯაზ ვინილების წმინდა გრაალი. 200 გრამიან ფირფიტებზე QRP ანუ Quality Record Pressing-ის დაბეჭდილი, სრულად ანალოგური მასტერინგი ორიგინალი ფირებიდან. ეს ლიმიტირებული ბოქსსეტი აუდიოფილების ოცნებაა. თითოეული ამ ფირფიტის ცალ-ცალკე ყიდვა ამ ხარისხში კოლოსალურად ანხაჭდება. ბუკლეტი ამ პრემიუმ კლასის გამოცემის დეტალებში გვახედებს. ჩემი სეტის ნომერი, როგორც ჩანს, 150-ია, როგორც ამბობენ 1000 ეგზემპლარიდან. ყველაფერი აქ დაიწყო 1956 წლის New Jazz Conceptions-ით, მისი სადებიუტო ნაბიჯები Riverside-ზე, სადაც პირველად გაიჟღერა ლეგენდარულმა Waltz for Debbie და გამოიკოთა Evans-ის უნიკალური იმპრესიონისტული სტილი. გადავინაცვლოთ 1959 წელში ლეგენდარული ტრიო Scott LaFarosa და Paul Motian-თან ერთად. Portrait-in Jazz-ით მათ ჯაზ ტრიოს ფორმატი შეცვალეს და ბას, დრამსა და ფორტეპიანოს შორის ნამდვილი თანასწორი პოლილოგი შექმნეს. ეს არის 1971 წლის Explorations, ძალიან ღრმა და ინტროსპექტიული ალბომი. აქ Evans-ის კლავიშის და LaFaros ბასის ჯადოსნური სინთეზია, რომელიც ერთდროულად სევდიანიცაა და თან ტექნიკური ბრწყინვალების პიკიც. Sunday at the Village Vanguard Live Jazz-ის მწვერვალია. ჩაწერილი LaFaros ტრაგიკულ სიკვდილამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე. ტელეპათიის თუ არ გჯერა, ამიხსენი უბრალოდ ამ ალბომში სცენაზე მუსიკოსებს შორის სხვა რა შეიძლება ხდებოდეს. Waltz for Debbie იმავე ლეგენდარული Village Vanguard-ის სესიებიდანაა. ეს არის უფრო რბილი და რომანტიკული ალბომი, სადაც Evans-ის კომპოზიციებია წამოწეული და მისი მთავარი შედევრის საბოლოო და საუკეთესო ვერსია ჟღერს. შემდეგია How My Heart Sings. აქ LaFaros შემდგომი ერა იწყება ბასისტ Chuck Israel-თან ერთად. უფრო მსუბუქი რიტმული მელოდიებია, სადაც Evans-ი მუსიკით თითქოს იარებს იშუშებს. Moonbeams წინა ალბომის მელანქოლიური ტყუპის ძალიან მთლიანად ბალადებზე ორიენტირებული. ულამაზესი ნელი ტემპის მქონე გულში ჩამსდომი ჩანაწერი. Know What I Mean-ში Cannonball Adderley გვერდება. ალბომში hard bop-ის ენერგიისა და Evans-ის ლირიკული სიმშვიდის გენიალური გადაკვეთა და საოცარ დინამიკაა. Interplay იშვიათი კვინტეტის სესიაა Freddie Hubbard-თან ერთად. უფრო ბლუზური და სვინგური, რაც ბილის სრულიად განსხვავებულ ენერგიულ მხარეს წარმოაჩენს. ცოტა უკან დავბრუნდეთ, რადგან Everybody Digs Bill Evans მისი მეორე ალბომია, სადაც ლეგენდარული და ჰიპნოტური სოლო კომპოზიცია Peace Peace გვხვდება. აბსოლუტური გენიალურობა. At Shelley's Manhole Riverside-ის ბოლო რელიზია, ჩაწერილი ლაივში ლოს-ანჯელესში. ამ ეპოქის ძალიან მშვიდი, ლამაზი და ატმოსფერული დასასრული. ამ 200 გრამიანი აუდიოფილური ფირფიტების დასტა ჯაზის ხელშესახები და მნიშვნელოვანი ისტორია. თავისი სრულიად უხმაურო სუფთა ჟღერადობით. 11 ალბომშია დატეული Bill Evans-ის ჯადოქრობაც და ჯადოსნურობაც. გამოიწერეთ საუნდტრეკი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.